მოგესალმებით ტაბულას ეთერში ჩვენ ვსაუბრობთ რელიგიაზე მე ლევან სუთიძე ვარ. Როგორია დედის მუცელში გარდაცვლილი ან უკვე დაბადებული მოუნათლავი ბავშვის იმქვეყნიური ხვედრი. 10,000-ობით გარდაცვლილი ბავშვის მშობელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურთა დიდი ნაწილი უცხადებს, რომ მათი შვილები ჯოჯოხეთში საუკუნოდ იტანჯებიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ მონათლულან. ეკლესია უარს ამბობს მათი სულების წმინდა ლიტურგიისას მოხსენიებაზე, ისევე როგორც თვითმკვლელების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ სავსებით ცხადია, ბავშვებს თავიანთ გარდაცვალებაში წვლილი არ მიუძღვით. საეკლესიო მეინსტრიმი, რომელიც ძალიან ხშირად ბავშვებზე ზრუნვის მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და ცენზურის გამკაცრებას მოითხოვს, წარბშეუხრელად უმტკიცებს შვილმკვდარ დედებს, რომ უდანაშაულო ბავშვები, რომლებმაც სავსებით შესამჩნევი მიზეზის გამო ვერ მოასწრეს ვერც ერთი არჩევანის გაკეთება, მამონას გვერდით გეენაში საუკუნოდ იტანჯებიან. რა ქვია იმ ღმერთს, რომელიც მზად არის უდანაშაულო ჩვილები ჯოჯოხეთის ცეცხლს მისცეს და რა ქვია იმ მღვდელს, რომელიც ასეთ ღმერთს გადაგებს. არის კი ეს ღმერთი, ის ღმერთი, რომელიც 2000 წლის წინ ავაზაკთან ერთად აწვეს ჯვარს და რომელმაც სასუფეველის კარები პირველ სწორედ მონანულ, მოუნათლავ ავაზაკს გაუყო. დღეს ჩვენ უნათლავი ბავშვების ცხონების საკითხზე მართლმადიდებელ თეოლოგ დავით თინიკაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. დავით, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და ჩვენთან მოხვედი. ჩვენთვის პატივია თქვენი სტუმრობა. პირველი კითხვა ასეთი იქნება, რა განაპირობებს აი ამ დისკურსს საქართველოში და საერთოდ როგორ გაჩნდა, ვის მოუვიდა თავში იდეა, რომ ეთქვა, აი ეს ბავშვები, რომლებიც არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მიღმა არიან, ხო? მიდიან ჯოჯოხეთში. მადლობთ მოწვევისთვის. დიახ, მართლაც ამის საკითხის შესახებ დიდი პოლემიკა მიმდინარეობდა ჩვენს ეკლესიაში. მაგრამ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს საკითხები არა მარტო თეოლოგიაში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში, რომელზეც პასუხები არ არსებობს და ეს ასეც უნდა იყოს. იმის თქმა არ მინდა, რომ უბრალოდ ადამიანს არ აქვს უფლება დასვა შეკითხვა ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის ერთი შეხედვით მკრეხელური შეკითხვებიც კი. უბრალოდ არის საკითხები, რომლებზე დავის დაწყება არის უბრალოდ სირცხვილი. ერთ-ერთი ასეთი საკითხია სწორედ ჩვენი გადაცემის დღევანდელი თემაც. პოლემიკა დაიწყო 98 წელს და დამთავრდა 2000 წელს. მთელი 2 წელი მიმდინარეობდა ეს პოლემიკა. მე ამ დროს ვიყავი სემინარის მეორე-მესამე კურსის სტუდენტი და ვარ თვითმხილველი ამ პოლემიკის, ასე ვთქვათ, შიგნიდან. მახსოვს სტუდენტები ერთმანეთში როგორ დისკუსიობდნენ ამ თემაზე, სტუდენტები და ლექტორები ლექციების მიღმა. როდესაც მე დამიდგა დრო სადიპლომო ნაშრომის დაწერის, გადავწყვიტე, რომ ერთი თავი მიმეძღვნა სწორედ ამ პოლემიკისთვის. თემა იყო ზოგადად სოტერიოლოგიის მიმართულებით და ნათლობის საკითხი. შემსწავლელი სწავლება ხსნის შესახებ. ნათლობაც მჭიდრო კავშირშია ამ ზოგად თემასთან. მაგრამ სადიპლომოს დაცვის მერე გადავწყვიტე, რომ ეს თავი ცალკე სტატიად გამომექვეყნებინა, იმიტომ რომ სადიპლომო ნაშრომის, ასე ვთქვათ, დაცვა სასულიერო სემინარი აკადემიაში ნიშნავს მის ჩაკეტვას ბიბლიოთეკაში, ასე ვთქვათ. და ბევრი ადამიანი დღეს, ასე ვთქვათ, მემადლიერება იმის გამო, რომ ეს სტატია ხელმისაწვდომია სრულიად უფასოდ ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე. მაგრამ დღეს ვისაუბრებთ ძალიან ზოგადად ყველა იმ არგუმენტზე, რომელიც მოკრებილი მაქვს ამ სტატიაში. ანუ ორივე მხარის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები, ასე ვთქვათ, დავაჯამე. ვინ იყვნენ ეს მხარეები? ესე იგი, ერთი მხარე ოპონენტები, ესე დავარქვათ, ხო, იყვნენ ეგრეთ წოდებული ფუნდამენტალისტური დაჯგუფება ჩვენს ეკლესიაში, არავისთვის საიდუმლო ეს არ არის. ეს არის დაახლოებით 15-20 სამდელო პირის გარშემო შემოკრებილი ადამიანები. მათი პოზიცია იყო ის, რომ ნათლობის გარეშე არ არსებობს დიახ, მათი ასე ვთქვათ იდეოლოგიური წინამძღვარი არის არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი, არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, დეკანოზი სურაბანთაძე და ასე შემდეგ. მეორეს მხრივ პოზიციებს იცავდა პროფესორი ედი შერჭელიძე სასულიერო აკადემიაში და კიდევ სხვა ადამიანები. მოკლედ, ორი სიტყვით უნდა ითქვას, რომ
ხა მართალი გითხრათ ამ თემის კიდევ ერთხელ წამოწევა დიდი სურვილი არც მქონია. უბრალოდ სხვა კუთხით არის საინტერესო, ხა ჩვენ გვიყურებს ძალიან ბევრი დედა, რომელსაც სწორედ ასეთი ბავშვი ყავს, ხო, მკვდრად შობილი ან გაჩენილი და შემდეგ მოუნათლავად გარდაცვლილი. ამიტომ აბორტისგან. დიახ. ამიტომ მათთვის ძალიან მისი დანაშაულია და არა ბავშვის რასაკვირველია. და პოლემიკის შინაარსზე რო გადავიდეთ, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საეკლესიო სწავლებაში ზოგადად პრიორიტეტი ენიჭება კრებით აზრს. ანუ საეკლესიო კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით საეკლესიო კრების დადგენილება არ არსებობს უბრალოდ. მთელი 21 საუკუნის განმავლობაში არავის აზრად არ მოსვლია, რომ საეკლესიო კრებაზე განეხილათ ეს საკითხი. ოპონენტები ხშირად ციტირებენ კართაგენის კრების 100-ე კანონს, მაგრამ იქ საუბარია უბრალოდ იმაზე, რომ მოუნათლავ ბავშვებს სჭირდებათ ნათლობა. ჩვილებს სჭირდებათ ნათლობა. ამის შესახებ არავინ არ დაობს, რასაკვირველია. იქ არაფერი წერია საიქიო ხვედრის შესახებ ამ ბავშვების. რაც შეეხება კრებით მოსაზრებას, მეორე ეპისტოლე გახლავთ კრებითი სტატუსის მქონედ მოიყვანება ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთ პატრიარქთა ეპისტოლე. მაგრამ ძალიან მოკლედ წიაღსვლების დრო ახლა არ არის და დაინტერესებულ მაყურებელს შეუძლია ამ პუბლიკაციას გაეცნოს, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, უფრო დაწვრილებით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის კრებითი დოკუმენტი. სრულად არ სარგებლობს იმ ავტორიტეტით ეს ეპისტოლე. შეუმცდარი ავტორიტეტით. დიახ, არა მარტო შეუმცდარი, ეს ეპისტოლე არ არის კრებითი აზრის გამომხატველი. ეს არის ერთი ადამიანის მიერ დაწერილი. მათი მთავარი არგუმენტი მაინც არის სახარება, ხო? ვინც არ მოინათლება წყლით და სულით, დერშევა ცათა სასუფეველში, ხო? რას პასუხობთ თქვენ მათ ამ ყველაფერს? ქრისტე ამბობს, ვინც არ იშვება მეორედ, ის ვერ შევა სასუფეველში. მაგრამ მეორედ შობა არ შეიძლება გაგებული იქნეს ესე ვიწროთ, რომ ეს ნიშნავს მხოლოდ ნათლობის რიტუალს. სხვათა შორის ძველ ხელნაწერებში, იქ სადაც ქრისტე ამბობს, რომ წარვედით და მოიმოწაფეთ, ანუ ასწავლეთ და ნათელი ეცით, ხო, მამისა და დისა და იქ წერია, არა მონათლო, არამედ გაანათლეთ, ასწავლეთ, გააცნობიერებინეთ ქრისტიანობა. ამას გულისხმობს სწორედ ეს პირველ რიგში. და იმისთვის რომ ასწავლო, საჭიროა ის იგებდეს, ხო, შენ სიტყვას და აქედან გამომდინარე, ეს უკვე რაღაც ბავშვების ნათლობის საერთოდ შესაძლებლობასაც ეჭვის ქვეშ აყენებს, ხო? ანუ უნდა მივცეთ თუ არა ნათლისღება მათ, ვისაც გაცნობიერებული არ აქვს საკუთარი რწმენა. და სწორედ ამაზე მიუთითებს ძველი ეკლესიის პრაქტიკა, სხვათა შორის მე-4 საუკუნემდე ბავშვების მონათლა არ იყო წესი. 30 წლამდე როგორც წესი არ ინათლებოდნენ. ბასილი დიდი წერს თავის ეპისტოლეებში, რომ ზოგიერთი ადამიანი 40 წლის ასაკშიც ინათლებოდა. და ეს იყო სურვილით ნათლობასაც ეძახდნენ, ხო? ამით, ანუ გაცხადებული იყო, რომ ადამიანს სურდა მონათლა, მაგრამ ის ასე ვთქვათ, არ კადნიერდებოდა ჯერ მიეღო ნათლობა, მაგრამ თუ ის იმ მომენტში გარდაიცვლებოდა, რომელიც სანამ ნათლისღებას მიიღებდა, ხო? ის ითვლებოდა მონათლულად სურვილით, ხო? იმიტომ რომ იქამდე გაცხადებული ჰქონდა. სწორედ ასეა. საიდან იბადება, ხო? აი, ეს ადამიანები, როცა დაკვირვებული ხართ ალბათ, ხო? საჯარო დისკუსიებისას, როცა წარმოთქვამენ სიტყვა ჯოჯოხეთს, შენ ხვდები, რომ ისინი ლაპარაკობენ საკუთარ სამშობლოზე. წინააღმდეგობის გრძნობი, გაწევის სურვილიც აღარ გიჩნდება, ხო? მაგრამ ფაქტია, რომ მრავალი დედა და მრავალი მშობელი დგას, აი როგორც ჩვენ იკითხეს, ხო? ანუ გადაცემას ჩავწერდით, იქამდე ჩვენ ვიკითხეთ თუ გქონდა მაყურებელს რაიმე კითხვა. დგანან ეს ხალხი წმინდა ლიტურგიისას და ეკლესია მათ ეუბნება, რომ მათი შვილები არიან ჯოჯოხეთში. ეს ჯოჯოხეთი რაღაც თითქოს ვერ წარმოგვიდგენია, ხო? მივეჩვიეთ ამ სიტყვის ყოველდღიურობაში გამოყენება, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ეს არის საუკუნო ტანჯვა, ხო? ანუ მღვდლები უშვებენ, რომ მათ ღმერთს შეუძლია უდანაშაულო ბავშვები გაუშვას ჯოჯოხეთში, ხო? და უცოდველებიც, ხო? ცოდვა რა არის? მას ხო სჭირდება არჩევანი.
როგორ საიდან იბადება ეს საერთოდ ამ ადამიანების თავში და როგორ შეგვიძლია ამის შემდეგ ვანდოთ მათ შვილები? მოდი ესე ვთქვათ, ეკლესია არ ამბობს, რომ ესეთი ბავშვები მიდიან ჯოჯოთებში. თუმცა სინოდმა მიიღო საკმაოდ ბუნდოვანი დადგენილება რა. სინოდზეც აუცილებლად ვისაუბრებთ. ამას ამბობენ სამღვდელო პირები, ესე ვთქვათ. ბევრი ცოტა არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ეკლესიის სწავლება არ არსებობს ამ საკითხზე, ისე როგორც ვთქვათ, ეს ხშირად ხდება, ასე ვთქვათ, გამოითქმება. მე მინდა უბრალოდ მაყურებელს წარმოდგენა შეექმნას რა აზრის იყვნენ ძველი საეკლესიო მამები ამ საკითხზე. ბევრი ციტატა არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს ეს ძალიან საინტერესოა. აღნიშნეთ, რომ საეკლესიო კრების დადგენილება არ არსებობს ამ საკითხზე, მაგრამ არსებობს ცალკეული, ასე ვთქვათ, საეკლესიო მამების, ეგრეთ წოდებული წმინდა მამების მოსაზრებები. ძირითადი მესიჯი, დიახ, ასე ვთქვათ, ამ ციტატების ახლა სრულად შეუძლებელია, ხო, დროის უქონლობის გამო. აი ბასილი დიდი მაგალითად წერდა, ჩვილთათვის ასაკი თავისთავად არის საკმარისი, რომ ისინი უდანაშაულნი იყვნენ. გრიგოლ ნაზიანზელი წერს, რომ ესეთი ბავშვები არცა იდიდნენ, არცა იტანჯდნენ. ხა ამის ინტერპრეტაციაზე შორს ვერ წავალ, არის ხელმისაწვდომი ეს ტექსტი, ხო, რაც ვახსენეთ. გრიგოლ ნოსელი ისინი არც სამწუხაროთა შორის იქნებიან და არც მართალ ადამიანებს გაუთანაბდებიან. გასაგებია, ხა იქაც არის ხარისხები, ხო? ლიმბოს შესახებ სწავლებას გავს, ხო? ბატონო, ხო, ბუნებრივია ხა ხარისხები იქაც არის ორივე მიმართულებით, არა? საინტერესო იცით რა არის, როცა პოლემიკა მიდიოდა, ოპონენტები ხშირად, როდესაც რომელიმე ციტატას ვერ, ასე ვთქვათ, არგუმენტით ვერ აბათილებდნენ, მიმართავდნენ სხვა შემოვლით გზას, კერძოდ, მაგალითად გრიგოლ ნოსელზე ამბობდნენ, რომ მისი ესეთი ციტატები არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ გრიგოლ ნოსელი სერიოზულ შესწავლას უშვებდა მისი სწავლების სხვა სეგმენტში. ამ შემთხვევაში გულისხმობენ მის ასე ვთქვათ თეორიას საყოველთაო აღდგომის შესახებ. მაგრამ ჯერეთი უნდა ითქვას მოკლედ, რომ მეხუთე მსოფლიო კრებაზე დაიგმო არა გრიგოლ ნოსელისეული აპოკატასტას შესახებ სწავლება, არამედ ორიგენესეული ვერსია ამ სწავლების. გარდა ამისა, მეხუთე მსოფლიო კრებამ ჩამოთვალა ავტორიტეტული, ასე ვთქვათ, საეკლესიო ავტორების სახელები, მათ შორის არის გრიგოლ ნოსელი. დაუშვათ გრიგოლ ნოსელი იყო ერეტიკოსი. ამ შემთხვევაშიც კი არ არის რელევანტური მათი ასეთი მიდგომა, იმიტომ რომ ერეტიკოსთა ნაშრომებიდანაც კი გამოიყენებოდა ჯანსაღი ნაწილები საეკლესიო სწავლებაში. ტერტულიანე, ხო? ტერტულიანე, ორიგენე, შორს ვარ წავიდეთ საქართველოში მე-12 საუკუნეში მაგალითად გელათში შექმნილი კომენტირებული ბიბლია. თქვენ იქ ნახავთ, რომ კომენტატორთა შორის არიან პირწავარდნილი ერეტიკოსები. გასაგებია, ხო? შემდეგი ციტატები ძალიან მოკლე, ანასტასი სინელი წერს: რადგან ღმერთმა გააუქმა თავისი განჩინება, რომ მამათა შეწოდებანი გადადის შვილებზე, მე მიმაჩნია, რომ არ შევლენ ისინი გენიაში. ივანე ოქროპირი მაგალითად მოწამეება თვლიდა ბეთლემში მოკლულ 2 წლამდე ბავშვებს. ჰეროდეს მიერ დახოცილი. ჰეროდეს მიერ. ეს საინტერესო მომენტია ძალიან. მოწამე ვინ არის? მოწამე არის ადამიანი, ვისი თავისუფალი ნებაც თანახმარი ამაზე, ანუ ქრისტეს გამო ის მიდის შეგნებულად წამებაზე. 2 წლამდე ბავშვებს რა შეგნება უნდა ქონოდათ, ხო? მიუხედავად ამისა, ღმერთმა ისინი ჩათვალა იონე ოქროპირის მიხედვით მოწამეებად. ამიტომ რა დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი რაღაც სხვა გზას არ გამოძებნის ესეთი ბავშვებისთვის? მოუნათლავი ბავშვების გამოძებნის რაც ქვე თავად არის გზა, ხო? თავად არის გზა. ხო, აი ეს არის რა. იმიტომ რომ ცხონდნენ თუ არა ისინი, თქვენ როგორ ფიქრობთ? გაქვთ პირდაპირი პასუხი ამ კითხვას. არსებობს ასეთი, ასე ვთქვათ, ნელთბილი პოზიციები, რომ არსებობს შესაძლებლობა, მაგრამ მე არ ვიცი. ნუ, გარდა იმისა, რომ ჯოჯოხეთში მიდიან, თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ღმერთმა ეს ჩვილები აცხოვნა. მე ვფიქრობ, რომ კი. ეს ჩემი პირადი აზრია. მაგრამ ზოგადი პოზიცია არის ესეთი, რომ უფრო მეტად ღმერთის მოწყალებას უნდა მივანდოთ ამ ბავშვების ხვედრი, ვიდრე პირიქით. და ასეთი იყო სწორედ საეკლესიო მამების სწავლება, მათ საკმაოდ ზომიერი. ამაზე არ უნდა ვიფიქროთ? არა, ბევრი საფიქრი არაფერია ამ საკითხთან დაკავშირებით.
ხო? მენდეთ იმ დედას, რომელსაც შვილი ყავს გარდაცვლილი, მას ძალიან ბევრი საფიქრალი აქვს ამ თემაზე. კი ბატონო, და ამიტომაც საჭიროა რომ ზოგადად წარმოდგენა შეექმნათ ასეთ დედებს, თუ რეალურად როგორ არის ვითარება, ხო, თეოლოგიაში ამ კუთხით. და თუ შეიძლება თქვენის ნებართვით დავამთავრებ ამ ციტატების შესახებ. ეფრემ ასური მაგალითად წერს პირდაპირ, ყველა გარდაცვლილი ბავშვი მონათლული არიან ისინი თუ არა, იღებენ მარადიულ ნეტარებას. გრიგოლ აკრაკანტელი და ოლიმპიოდორე ალექსანდრიელი საუბრობენ. ეფრემ ასური თვლიდა რომ ეს ბავშვები ცხონდები. ცალსახად. ისინი მათი მოსახსენიებელში შეგზავნაც საჭირო აღარ არის ხო ლიტურგიისას მოხსენე თუ ისინი ცხონდნენ მაშინ ჩვენ მათ უნდა ვთხოვოთ პირიქით მეოხება რა კი ბატონო ეს საინტერესო დაკვირვებაა ძალიან ერთადერთი ასე ვთქვათ ავტორი ოპონენტებს ყავდათ ავგუსტინე მაგალითად მამა რაფაელ კარელინი წერს თავის სტატიებში ბოდი შეგაწყვეტინებთ ეს ავგუსტინე ხან ლათინია თავისი დამახინჯებული რომაული ტვინით ხან წმინდა ან როცა გვინდა გააჩნია რამდენად გვეთანხმება ხო სამწუხაროდ მაგრამ უნდა ითქვას რომ ავგუსტინე შეხედულება შეიცვალა შემდეგ მოგვიანებით სხვაგვარად საუბრობდა ამ საკითხზე და როგორც თეოლოგიაში, ისე მეცნიერებაში არის მიდგომა, რომ უფრო ღირებულია ის მოსაზრება, რომელიც მოგვიანებით გამოითქვა და არა მანამდე. და როდესაც რაფაელ კარელინი წერს მაგალითად, რომ ავგუსტინე გამოთქვამდა საეკლესიო მამების შეხედულებებს შეჯამებულად ამ საკითხზე, რას უკაცრავად ჩვენ ნახეთ, რას ამბობენ სხვა საეკლესიო მამები. საინტერესოა მამა რაფაელ კარელინი რას ფიქრობს ავგუსტინეს ცნობილ გამონათქვამზე რომალო კუტა კაუსა ფინიტა რომ მასრი განაცხადა კამათი დასრულებული პაპის პრიმატის ჩვეულებრივი ქადაგებაა ხო? დავით, მოდი აქედან გადავიდეთ ნათლობის ზოგად თემაზე, ხო? და თუ შეიძლება დავამთავროთ ავგუსტინეს, ასე ვთქვათ, რაც დაეყრდნო ავგუსტინეს, ხო, აი ლიმბუსის შესახებ თქვენ ახსენეთ. ლიმბუსის შესახებ სწავლება დიახ, ავგუსტინეს სწავლებას დაეყრდნო შემდგომ ეს შეხედულება, რომ ესეთი ბავშვები ხდებიან ლიმბუსში, ანუ ეს არის რაღაცა ადგილი, რომელიც არ არის სამოთხე, თუმცა არის ჯოჯოხეთის განაპირა, ასე ვთქვათ, საზღვრები. ზედმეტად მატერიალისტური წარმოდგენების შედეგია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აი ბოლოს პაპმა ბენედიქტე მე-16-ემ ეს სწავლება, ასე ვთქვათ, გააუქმა და მისი აზრით. მოდი ასე ვთქვათ, ხო, კათოლიკე ეკლესიაში ის ოფიციალური სწავლება არც არასდროს ყოფილა, უბრალოდ შეხედულებებს მოუღო ბოლო, ხო, ოფიციალური დოკუმენტით, მან თქვა, რომ ისინი ცხონდებიან. კი ბატონო. რომ ლიმბუსის შესახებ სწავლება არის გადაჭარბებული. მართალია. და საინტერესო შემდეგი ამ ფუნდამენტალისტებისთვის მოგეხსენებათ რუსი ავტორებიც საკმაოდ ასე ვთქვათ ავტორიტეტულია, ხო? და თავად ეს რუსი წმინდანებიც კი სხვანაირად ლაპარაკობენ ამ თემაზე. მაგალითად იგივე ფილარეტ დროზდოვი, ამბროსი ოპტინელი, თეოფანე დაყუდებული უფრო ოპტიმისტურად უყურებენ ამ საკითხს, ვიდრე იყო მათი პოზიცია. გასაგებია ხა შესაბამისი ინტერპრეტაციები ჰქონდა ამ ციტატებს მათი მხრიდან, მაგრამ ამ ინტერპრეტაციების საკმაოდ წარმატებით გაბათილებად შეიძლება და ეს გაკეთებულია. საინტერესო იყო ასევე პასუხები, რომლებიც მოვიდა საქართველოს გარეთ არსებული სხვადასხვა ცენტრებიდან. ანუ მართლმადიდებლური ცენტრი. დიახ. მიიჩნიეს, რომ საჭირო ჩათვალეს, რომ გაეგოთ სხვა ეკლესიების პოზიცია ამ საკითხზე. დააგზავნეს შესაბამის, ასე ვთქვათ, ადგილებში, ბევრგან არა, ეს შეკითხვები, ასე ვთქვათ, ათონის მთის 20 მონასტრის სახელით მოვიდა პასუხი და ეს პასუხები ინახება საპატრიარქოში გამოქვეყნებულიც არის, სადაც ისინი წერენ, წაგითხავთ საკვანძო ფრაზას, ხო? ასეთი ბავშვები არც იდიდებიან, არც მარადიულ დაღუპვას მიეცემიან, რადგან არ სჭის ღმერთი შვილებს მშობლების ცოდვების გამო. იერუსალიმის სინოდიდან მოვიდა. არც იდიდებიან, რას ნიშნავს? აი, არც იდიდებიან, ეს ძალიან საინტერესო მომენტია, კი ბატონო, ვისაუბროთ ამაზე. აი, შეგვიძლია გავიგოთ, რამდენადაც მე მესმის და მე შემიძლია ვიმსჯელოთ ორგვარად, ხო? არ განდიდდებიან, ანუ ვერ გამოიჩენენ და კაცთა წინაშე ვერ დაამოწმებენ საკუთარ ღვთისმოსაობას და ღვაწლმოსილებას და მეორე, ისინი არ ცხონდებიან, ხო? თუ ესე გავიგებთ, რომ არ გამოიჩენენ რაღაც, არ ამაღლდებიან და არ ასწავლიან წუთისოფელ საკუთარი ქცევით
არ დაანახებენ ზეციურ მამას, ხო, სახარებისეული ციტატა რო გავიხსენოთ. მაგრამ ისინი მაინც ცხონდებიან, მაგრამ თუ გავიგებთ, რომ იდიდებიან ნიშნავს განდიძდებიან, ანუ განიღმრთობიან, მაშინ გამოდის, რომ რაღაც მესამე დააარსა მან ათონის მთა. უფრო მეტად პირველი არის. აი მაგალითად ესეთი შედარება მოიყვანება მებრძოლი ჯარის შედარება, ერთ-ერთ თეოლოგს მოყავს, ძალიან კარგად განმარტავს აი ამას, რას ნიშნავს არ იდიდებიან. შეიძლება ვიღაც ჯარისკაცებმა გამოიჩინეს მამაცობა და ამისთვის ისინი დააჯილდოვეს. ანუ განდიდნენ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამ ჯარში სხვა მეომრები დაიშჭებიან. საკურველი არ ნიშნავს, ხო? ანუ უბრალოდ კანდიდება აი ამ კუთხით, რომ ადამიანი, რომელმაც მოახდინა თავისი რეალიზება ამ ცხოვრებაში, თქვათ, რა ვიცი, წმინდანები და ასე შემდეგ, მათ გათანაბრებული მათდამი არ იქნება ამათი ხვედრი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დაიშჭებიან. ამაზეა საუბარი კანდიდებაში. მე როგორც მესმის, არსებობს 64 და არსებობს ჯოჯოხეთი. შუაში რას ვაარსებთ? შუა არ არსებობს. ნუ ეკლესიური სწავლებით ხარისხები არის. ჯოჯოხეთი რა არის თქვენი აზრით? ჯოჯოხეთი ეს არ არის ადგილი, ჯოჯოხეთი ეს არის მდგომარეობა. არც მეტი, არც ნაკლები. ხო, კლაიულიუს აქვს ძალიან კარგი მეორე გადაცემა უკვე ამ ავტორს ვახსენებ, მაგრამ არა უშავს. ის არის უარი ღმერთზე, როცა ღმერთს მიაქვს ყველაფერი ის, რაც მისია, ხო? როცა ადამიანი ეუბნება უარს ღმერთს, ღმერთი მას კი არ სჯის, ღმერთის გარეშეა ცხოვრება, ჯოჯოხეთი, ხო? და ამდენად ის ადამიანები, ვინც უარი განაცხადეს ღმერთმა, წაიღო ყველაფერი ის, რაც მისი იყო, ანუ ბედნიერება, სიყვარული, იმედი და ყველა ის ნიჭი, რომელსაც ღმერთი იძლეოდა. აქედან გამომდინარე, ეს არის ჯოჯოხეთი. აქედან გამომდინარე, აი ეს წარმოდგენები ადგილების შესახებ, ხო, რომ არსებობს რაღაც ცეცხლი, კუპრი, გეშმაკი ქვაბში ხარშავს ადამიანებს, ეს არის უბრალოდ აღწერილობა და შედარება იმ ტანჯვისა, რაც არის რეალური ჯოჯოხეთი, ხო? სხვათა შორის ნათქვამია, რომ ღმერთი იქნება ყველაფერში, ხო, პავლეს ეს ცნობილი ფრაზა. ესე გაიგება, რომ ღმერთი იქნება ჯოჯოხეთში, უბრალოდ როგორც ეშმაკებს ტანჯავდა ღვთიური ნათელი, ისე დაეტანჯებიან ადამიანები მისი თანდასწრების გამო, ხო? სწორია. როგორ უნდა დაიტანჯონ ღმერთის თანდასწრებით ის ადამიანები, რომელთაც მისთვის უარი არ უთქვამს, ამის საშუალება უბრალოდ არ ქონია. რამხელა უსამართლობა შეიძლება იყოს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, იბადება შემდეგი საკითხი. ეს საკითხი ეხება მათ, ვისაც აქვთ შესაძლებლობა ცხონდნენ. მაგალითად სტერეოტიპად ქცეული ფრაზა ჩინელები ცხონდებიან მამაო, ესეთი კითხვები ხო არის ხოლმე ინტერნეტში, ხო? აი რა დააშავეს, ავიღოთ ეს ჩინელები, ხო? მათ მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობის რაოდენობა იქ იზრდება, თან კვეთრად იზრდება და საეკლესიო კომენტატორების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ქრისტიანობის მომავალი არის სწორედ ჩინეთში და გეოგრაფია შეიცვლება ჩვენთვის იმ ტერიტორიაზე, სადაც ქრისტიანობა დაიბადა, ქრისტიანები 1%-იღა არიან, ხო, ახლო აღმოსავლეთში. ადამიანი, რომელსაც არსმენია ქრისტეს შესახებ, ან სმენია და ვერ ირწმუნა, საკუთარი კულტურული გამოცდილების გამო, ის ადამიანების განწირულნი არიან. აი ეს უკვე მე მესმის, რომ შედარებაც არ არის ამ ორ საკითხს შორის, მაგრამ რადგან ამ ცხონებისა და ნათლობის თემაზე ვსაუბრობთ, ამასაც შევეხო. დიახ, არა, ახლო კავშირშია ეს საკითხი. მე შემიძლია ზუსტი ციტატა მოგიყვანოთ, მაგალითად, არქიმანდრიტი რაფაელ კარელინის ნაშრომიდან, სადაც ის ამბობს, რომ მაგალითად ინდოელები იმიტომ არ არიან ქრისტიანები, რომ მათ არ აქვთ უნარი ქრისტეს მიღების. და ეს ღმერთმა იცის რა წინასწარ, ამიტომ მან არ დაუშვა ის, რომ ინდოელები გამხდარიყვნენ ქრისტიანები. კი, ამის საპირისპირო პოზიციებიც არის რასაკვირველია, მაგალითად ვეფხის ხაოსნის ქვეყანაში ინდოფობია საიდან გაჩნდა კონვერმენტ. არა, აქ ინდოელები და კიდე სხვა აფრიკელები მაგალითად, ანუ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ რასიზმი, ხო? ხო, ნუ შეიძლება ესე ითქვას. თეორასიზმი. დიახ, ანუ საიდან შეიძლება მიხვდეს ადამიანი, რომ არათუ ვიღაც ადამიანს ან ადამიანებს, არამედ მთელს თქვა, არ ვიცი, ქვეყანას, კონტინენტს უნარი არ აქვს ქრისტეს მიღების.
რის საფუძველზე შეიძლება ეს ითქვას? ეს უბრალოდ გამაოგნებელია, ხო? მაგრამ ხონდებიან თუ არა ისინი? აქვთ მათ შანსი, ვინცაც არ მონათლულან, ვინც არ იღებდა საეკლესიო საიდუმლოებს, ვინც შესაძლოა არა გააზრებულად არ უთხრა მას უარი, იმიტომ რომ ხო ხდებით, ანუ მოდის ვიღაც, შენ ცხოვრობ სადღაც ჯუნგლებში, პირობითად, ხო, პაპუა ახალ გვინეაში, დარბი ხარ სანაპიროზე, ხარ უბედნიერესი ადამიანი, მოდის ვიღაც კარგად ჩაცმული, შავ ანაფორაში გამოწყობილი მართლმადიდებელი მღვდელი და გეუბნება, რომ იქ სადღაც 2000 წლის წინ იშვა ქრისტე და შენ ის უნდა იწამო. როცა შენ ეტყვი, რომ არა, არ მჯერა, ეს იქნება უარი ქრისტესთვის. როგორ ფიქრობ? იცით როგორ არის? და ამის გამო რომ ის არ მოინათლა, უარი თქვა ქრისტეზე, ეს ადამიანი ჯოჯოხეთში წავა? რა თქმა უნდა, არა, ეს ცოტა სქემატური მიდგომა არის საკითხისადმი. ეს არის ის მიდგომა, რომელიც არსებობს, ხო? სამწუხაროდ, კი ბატონო. პავლე მოციქული წერს, რომ არსებობს სხვა კრიტერიუმი ადამიანების გადარჩენისა. ეს არის სინდისი. ის წარმართებზე საუბრობდა. ანუ არსებობს სხვადასხვა გზა ადამიანების სულიერი ხსნის. ანუ სინდისი რა თვალსაზრისით? ანუ ბუნებითი რჯული ქრისტიანებს გვაქვს, ებრაელებს ჭირდა შემდეგ, ხო, დაწერილი რჯული ქრისტიანობა და პავლეს მიხედვით ბუნებითი რჯული არის სინდისი სწორედ წარმართებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს თავში რაღაც კარგის და ცუდის შემეცნების უნარი თუ რა არის ეს? დიახ, რასაკვირველია, ანუ არჩევნის გაკეთება შეუძლია ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა, ის რომელი მას რა რელიგიური წარმოდგენები აქვს. და მთავარი არის სწორედ არჩევნის გაკეთება პრაქტიკულ ცხოვრებაში. დავუკვირდით სახარებაში როგორ არის საყოველთაო სამსჯავროს დროს ღმერთი რას კითხულობს, ამაზე ყურადღებას ამახვილებს მიტროპოლიტი ანტონ ბლუმი, ჩემი საყვარელი თეოლოგი. ის ამბობს, რომ ღმერთი არ კითხულობს სამსჯავროს დროს რა რელიგიური შეხედულებები ჰქონდათ ადამიანებს, კათოლიკე იყო ვინმე თუ პროტესტანტი, მარხულობდა თუ რამდენჯერ დადიოდა ტაძარში და ასე. ის კითხულობს დააპურე მშიერი მოინახულე ავადმყოფი, ანუ სოციალური მცნებების, ასე ვთქვათ. ხო, მაგრამ ქრისტიანობის ნეობამდე დაყვანა, ანუ სოციალური ნეობამდე არ დამყავს. მე ვსაუბრობ გადარჩენის საბოლოო კრიტერიუმზე. ანუ არა რწმენა, არამედ საქმე პროტესტანტები ამაში მოგვედავებოდნენ. არა, ესე უხეშად ვერ ვიტყვით. პრიორიტეტული რომელია, ამაზე ვსაუბრობთ. ხო? და გარდა ამისა არის უამრავი ციტატა, მე ამას ვეძახი ინკლუზიურ ციტატებს ბიბლიაში, სადაც ჩანს აშკარად, რომ სხვა ხალხებისთვის არ არის, ასე ვთქვათ, ღმერთი ჩაკეტილი, ესე დავარქვათ, ხო? იგივე პეტრე მოციქულის ცნობილი გამოცხადება, სადაც რის შემდეგაც მან განაცხადა, ასე ვთქვათ, აღფრთოვანებულმა, რომ ყველა ერში მისი მოშიში, ანუ უფლის მოშიში სათნოა მისთვის, ანუ წარმართიერებშიც, ხო? უამრავი ციტატა ქრისტეს მოღვაწეობა მთლიანად არ იყო დაფუძნებული იმაზე, რომ მხოლოდ ებრაელებისთვის შეიძლება და ყოფილიყო. ეს აუქმებს ვალდებულებას იყო ქრისტიანი? არა, რატომ აუქმებს? ქრისტიანობა. ანუ თუ ყველგან მათი არგუმენტი რა არის ხოლმე, ხო? თუ ყველგან შეიძლება ცხონდე, დიდი ბოდიში, რატო ვიარო ეკლესიაში ბიბლი ჩემს საყვარელ მეჩეთში მაგალითად მე მუსლიმანი ვარ, მე შეიძლება მუსლიმი ვარ და შევიცანი ქრისტე, მაგრამ ეხლა რატო შევიქნა ზედმეტი პრობლემა აი აქ ჩემს პარასკევის ტრადიციულ ლოცვაზე შესანიშნავად მაცხოვნებს უფალი. ჩემი აზრით სინდის მივყვები. რელიგიური პლურალიზმი ეს არის ღვთაებრივი პროვიდენციის ნაწილი. ეს არ არის მიუღებელი რამ. ეს დაშვებულია და დაშვებულია რაღაცეებისთვის. ასე რომ არ შეიძლება ღმერთი არ არის მარტო ქრისტიანების ღმერთი, ხო? შევთანხმდეთ. თუმცა ის ვინც ქრისტიანი არ არის, არ სწამთ რომ ქრისტე არის ღმერთი. კი ბატონო, მაგრამ ამაზეც არის პასუხები სახარებიდან მოყოლებული, ხო? ქრისტე ამბობს, რომ ვინც ვერ შეიცნო ძეკაცისა, მას შეიძლება ეპატიოსეს რაღაცების გამო. მაგრამ ეს ღრმა თეოლოგიური საკითხია და თუ შეიძლება დაუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას, თუმცა მომიჯნავე საკითხია. ასევე საინტერესოა, რომ გაიგზავნა პასუხები კონკრეტული ადამიანების ადმი. შეირჩა, რომელიც ბრძენ ადამიანებად მიიჩნეოდნენ, ასე ვთქვათ, მაღალსულიერ.
ეს იყო რუსეთში მოღვაწე ივანე კრესტიანკინი, არქიმანდრიტი და მეორე კირილე პავლოვი. პირველმა მოიწერა, რომ ძირითადი მესიჯი მისი პასუხის იყო შემდეგი: თუ ღმერთი ჩათვლის მათ როგორც მოწამეებს, ამას ღმერთი ჩათვლის და უწინამძღვრებს მათ მარადისობაში. და შემდეგ ამბობს, რომ თავარი ყურადღება დედებს უნდა მიექცეს. და საინტერესოა, რომ მეორე ადამიანი, მამა კირილე პავლოვი, საერთოდ არ გამოთქვამს თავის მსჯელობას ამ საკითხზე და მისი ასისტენტი წერს, რომ ის ვერ ბედავს ამ საკითხზე მსჯელობას, მიაჩნია, რომ ეს მის გაგებას აღემატება. მე ყოველთვის მეღიმება ხოლმე ამ პასუხზე, იმიტომ რომ გასაგებია. დადუმილი არის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, რაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ აი ამ მარტივ საკითხზე, ხო? რომელიც თუ ქრისტე ზოგადად ერესი, ხო? ჩემი წარმოდგენით რა არის, ხო? მე ცოტა ხანი დავივიწყებ, რომ ამ გადაცემაში, თქვა, წამყვანი ვარ, ხო? როგორც ქრისტიანი ისე გეტყვით, ხო? ეს საუბარიც არის, ხო? ერესი არის ის, რაც ქრისტეს ხატს ამახინჯებს, ხო? როდესაც შენ ღმერთს ვერ ხედავ, ხო? ღმერთის შესახებ იცი ის, რაც თავად დაგიტოვა. რაც თავად განგიცხადა. თუ ამ განცხადებაში რაიმე, ხო? ამ გამოცხადებაში რაიმე შეცვლილია, როდესაც შენ მას მიმართავ, შენ ასე ვთქვათ, ბანალურად რო ვთქვათ, ძალიან სხვა კარზე აკაკუნებ. როდესაც შენ ეს ღმერთი გონია ადამიანი, რომელიც ჩვილ ადამიანებს ჯოჯოხეთში უშვებს, მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც ემბასში ვერ მოხერხდა მისთვის დავის ჯაყოფა და მშობლებისთვის ასილარის გამორთმევა, ხო? მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე სხვა ღმერთია. რასაკურველია? მე ვფიქრობ, რომ ეს აღარ არის ქრისტიანთა ღმერთი. როგორც არ უნდა ქრისტეთი დავუძახოთ იმ ღმერთს, რომელიც აი ეს ჯოჯოხეთში უშვებს, ხო? ამბობს, რაც კიდათ ის დავუძახოთ, ის აღარ არის ქრისტიანთა ღმერთი. ამიტომ გადაჭარბებულია ხოლმე ჩემი აზრით სიტყვა ერესის მოძულნება, იმიტომ რომ ეს არის ერესი ჩემი აზრით. ავგუსტინესაც დიახ ჰქონდა ერეტიკული შეხედულება, ჩემი აზრით. ჰქონდა. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მახინჯი შეხედულება იმ ღმერთზე, რომელიც არის სიყვარულის და მშვიდობის ღმერთი. იმ ღმერთზე, რომელმაც ავაზაკი აცხონა, ხო? და აქედან გამომდინარე კიდევ ერთი კითხვა მიჩნდება, ღვთისმშობელი მოინათლა? საინტერესო კითხვა არის, რიტორიკულს დავარქმევდი მე ამას. ნუ აქვე გეტყვით, რომ მაგალითად საქართველოს ეკლესიის პირველი წმინდანი ეს იყო ებრაელი ქალი სიდონია, რომელიც არ იყო მონათლული, ხო? ეს კალია, რომელმაც კვართი ჩაიხუტა, არა? და გარდაიცვალა მასთან. კი ბატონო, კი ბატონო. სამწუხაროდ ვერ მოასწრო ესეთ. ისე საოცარი რა არის, ხო? იქიდან გამომდინარე, ამ ადამიანებს წარწმენდაზე საუბრობენ, არსებენ სრულიად ახალ მიმართულებას, ასე ვთქვათ, ალტერნატივას წმინდანების, ხო? ეკლესია იუდაზეც კი არ ამბობს, რომ ის წარწმდა, ხო? იმიტომ რომ დუმს ამ საკითხზე. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვინ ცხონდა, ხო? მაგრამ არასდროს ეკლესია არ ამბობდა, ვინ წარწმდა. მათ დაარსეს რაღაც ესეთი იმქვეყნიური ადამიანები, სახელად ბილწარები, ხო? ასე შეგვიძლია ვთქვათ, ხო? ანუ ეს სრულიად ახალი და სიახლეა, ხო? ეკლესიაში შემოტანილი სიახლე, შეიძლება ასე დავარქვათ. არასდროს არ მიუღია ეკლესიას და არასდროს არ შეუთვისებია, ხო? დიახ, ღვთისმშობელზე გავაგრძელოთ. კი ბატონო. რასაკურველი ეკლესია არავის არ შეუძლია თქვას ვინმე, ასე ვთქვათ, ადამიანი სად არის იმ სამყაროში. ეს არის აბსურდი. და როდესაც ეკლესია ვიღაცას გადასცემს ანათემას, არ ნიშნავს, რომ ის ასე ვთქვათ, ჯერ ერთი ანათემას პიროვნებები არ გადაეცემა. ივანე ოქროპირიძეს თავის ცნობილ ქადაგებაში არ შეიძლება პიროვნებების გადაცემა ანათემაზე. შეიძლება უბრალოდ მისი სწავლების დაგმობა და ამით ჩვენება, რომ ეს სწავლება არ არის სწორი. პიროვნებას არ ეხებოდა ეკლესია არასოდეს. ნუ მას უჩერებდებოდა, ხო, საეკლესიო საიდუმლოებში მონაწილეობის უფლება. პიროვნებადაც ეხებოდა. ეს აუცილებლად არ ნიშნავდა, რომ ეს ადამიანი აუცილებლად დაიღუპებოდა სულიერად. საინტერესო სეგმენტი იყო ამ პოლემიკაში ფსიქოლოგიური ხასიათის არგუმენტები. კერძოდ ოპონენტები ამბობდნენ, რომ იცით რა, ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ესეთი ბავშვები 64-ში მოხდებიან, მაშინ დედები უფრო ადვილად გაიკეთებენ აბორტს. აი, ეს არის მთავარი თემა. აი, ეს არის მე ყოველთვის მეღიმება ხოლმე ამ არგუმენტზე, იმიტომ რომ
ვის უხარია აბორტის გაკეთება? რომელ დედას უხარია ქალისთვის ეს არის სერიოზული სტრესი, ფსიქოლოგიური, სხეულებრივი და აბორტამდე უამრავი გზა არსებობს, რომ აქამდე საქმე არ მივიდეს, ხომ? ეს არის უბრალოდ მახინჯია. რომელიც ასევე იგრძალება, მინდა შეგახსენოთ. იგრძალება, მაგალითად კონტრაცეფციის გამოყენება არის ცოდვა. იგრძალება ვის მიერ, მოდი ესე ვთქვათ. ვისაც პირი აქვს ამბიონზე დგას და ლაპარაკობს ყველას მიერ. კი ბატონო, ეს სხვა საკითხია. მეორის რომ არ კონდეს დაწერს დარწმუნებული. არ ვიცი, ალბათ. მეორე საკითხი არის შემდეგი, ძალიან მნიშვნელოვანი. ვინ არის დამნაშავე? ბავშვი მიდის ჯოჯოხეთში. ამაში ვინმე დამნაშავე ხო უნდა იყოს? რატომ მიდის ის ბავშვი? პასუხი არის ესეთი, დამნაშავე არის აბორტმახერი, ვინც აბორტს აკეთებს. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში? უბრალოდ აბორტმახერი ჯოჯოხეთში საუკუნოდ არ იტანჯება. ხო, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი არის მკვდრადშობილი? ვინ არის დამნაშავე? დედა არ არის დამნაშავე, ეს მისგან დამოუკიდებლად ხდება, არც ბავშვია დამნაშავე. ესე გამოდის, რომ თეორიული შანსიც არ ეძლევა ბავშვს, რომ ასე ვთქვათ, მონათლული იყოს. თეორია მუცელში ბავშვებს არ ნათლავენ, არა? ეს არის სწორედ ერთ-ერთი. ანუ თეორიულ შანსსაც არ უტოვებენ. და პირდაპირ ისტუმრებენ ჯოჯოხეთში. და ჩვენ გვწამს ესეთი ღმერთი. შენ კი ადამიანია ის ბავშვი, მაგრამ შენს მუცელში რადგან ვერ მოვნათლავ, ამიტომ თუ რაღაცა და გარდაიცვალა ის ჯოჯოხეთში მიდის და დიდი ბოდიში მე პასუხისმგებლობას ვიხსნე, აი ეს საოცრება. ხო, გეთანხმებით, საოცრება არის და კიდე ერთი მსგავსი არგუმენტი არის შემდეგი. რატომ უშვებს ღმერთი ესეთი ბავშვების მოკვდინებას, ხო? თუ ვამბობთ, რომ ყველაფერი ღვთისნებაა, ესე იგი ესეც ღვთისნებაა, ხო? ანუ დაშვებით ხდება ეს ყველაფერი. პასუხი არის ესეთი. ვინაიდან ღმერთმა იცის ოპონენტების პასუხი. ამ ბავშვის წინასწარი ცხოვრება, ეს ცხოვრება იქნებოდა, ასე ვთქვათ, ბოროტი და მის დასასრულს აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხდებოდა. ამიტომ ღმერთს დროზე ადრე გახავს ბავშვის სული. უბრალოდ ჰიტლერის და სტალინის შემთხვევაში ეს გამორჩა. მაგრამ მიყავს ბავშვი ადრე, ბავშვის სული ადრე, მაგრამ მაინც ჯოჯოხეთში. მაშინ რა აზრი აქვს ამ პრევენციას? თუ კეთილი შედეგი არ მოყვება, ხო? ესეც მეორე, ასე ვთქვათ, მახინჯი ლოგიკა ამ არგუმენტის. და ბოლოს მივადექით სინოდის განჩინებას, რითაც დასრულდა ეს პოლემიკა 2000 წლის დეკემბერში. სინოდის განჩინება იცით, როგორი ტექსტია, ბატონო ლევან, აი როგორც თქვენი ღიმილი. ზოგიერთის მიაჩნია ცინიკურ ღიმილად, ზოგიერთს ბოროტ სიცილად, ზოგიერთს ჩვეულებრივ ღიმილად. სინოდის ტექსტი არ და მე ჯოკონდა არ მქვია, რა. კი ბატონო, სინოდის ტექსტი იძლევა ინტერპრეტაციების საშუალებას. მე წაკითხავთ საკვანძო ციტატებს ამ ტექსტიდან, განჩინებიდან. იქ ნათქვამია, რომ ჩვილები საჭიროებენ ნათლისღებას, ამაზე არავინ არ დაურობს. შემდეგი საინტერესო მონაკვეთი, მეორედ შობის, ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფეველის დამკვიდრება შეუძლებელია. და ოპონენტები მიუთითებენ, რომ აი, აქ ყველაფერი ნათქვამია, ესე იგი, გასაგებია ყველაფერი, აზე ვდავრობთ. კი, იმიტომ რომ საეკლესიო ტერმინოლოგიის მაშინ ხშირად გამოიყენება, რომ ეს არის სწორედ რომ ნათლობა. მაგრამ პირველი, ჩვენ ხო არ ვიცით რა გზით განწმინდავს ღმერთი ამ ბავშვებს. მეორედ შობა მხოლოდ ნათლობის რიტუალს ნიშნავს, ზემოთ ვისაუბრეთ, რომ არა. მესამე, ეს ბავშვები პირველად არ შობილან, ჯერ და მეორედ როგორ უნდა იშვან? თუ ჩვენ მეორედ შობაში ნათლობის რიტუალს გულისხმობთ, ხო? იშვა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაჩნდა, ხო? გაჩნდა, ხო, იშვა. ამას გულისხმობ. და საინტერესო ის არის, რომ საინტერესო ის არის, რომ ხარებას შობას არ ვეძახით, ხო? შობას ვეძახით, როცა ღვთისმშობლის მუცელს ტოვებს ქრისტე. დიახ. სინოდის განჩინებაში არაფერი არ არის ნათქვამი საიქიო ხვედრის შესახებ ამ ბავშვების, განსხვავებით აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლიდან, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სხვა სახის პრეტენზია გქონდეს სინოდის განჩინების მიმართ. რატომ არ არის ის მკაფიო? რატომ იძლევა ის სახარებისეულ ენაზე მას ხომ არ ქვია ერთი კარგი სიტყვა ნელთბილი. შეიძლება ესე დავარქვა. გახსოვთ რა შეეუბნება ქრისტე იმ ადამიანებს, ვისაც ნელთბილებს ეძახის? შეგიძლიათ გაიხსენოთ ეს ციტატი? არ მაქვს სურვილი გავიხსენო.
თუ არც ცხელი ხარ და არც ცივი, ამოგანთხევ ჩემს ბაგეთაგან. თუ არ ვწდები ეს. კი ბატონო. მაგრამ ეს ალბათ ყველაზე უკეთესი პერიფრაზია იმ ფრაზა. ძიმე სიტყვებია ნამდვილად. საინტერესო იცით რა არის? ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად ეპისკოპოსები რა პოზიციის არიან ამ საკითხზე. კი, სინოდის განჩინება გვაქვს, მაგრამ რამდენი ეპისკოპოსი ფიქრობდა ისე ან ასე, არ ვიცით ჩვენ. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მე მგონი ჩვენ უბრალოდ ისიც არ ვიცით რა თქვეს. კი ბატონო. შეიძლება ვინმე თქვას, რომ აი მე მომისმენია ეს ეპისკოპოსი ასე ამბობს, მაგრამ ეს ყოველთვის დარჩება ჭორების დონეზე. საბედნიეროდ ჩვენ გვაქვს ერთი გამოქვეყნებული სტატია, ერთი მნიშვნელოვანი ეპისკოპოსის, ეს არის ამჟამინდელი პატრიარქის ძმისშვილი, ბათუმელი ეპისკოპოსი დიმიტრი, მიტროპოლიტი უпроსწორედ, შიოლაშვილი. მას აქვს სტატია გამოქვეყნებული თავისი ეპარქიის ჟურნალში, სახელწოდებით გზა ტაძრისკენ, ნომერი 2, 1999 წელი. სტატიას ჰქვია უნაცვლად ყრმათა შესახებ. ამ სტატიაში ის ცალსახად მხარს უჭერს ჩვენს ფუნდამენტალისტებს და მოყავს ზოგიერთი ის არგუმენტი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ამბობს, რომ ესეთი ბავშვები სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. მე წაკითხავთ მხოლოდ სტატიის. ნუ თუ შეგვიძლია კათოლიკური კათედრალი მივითვისოთ, რატომ არა მათი ცდარი ძველი შუა საუკუნეებრივი სწავლები. კი ბატონო. ბოლო სიტყვებს წაკითხავთ მხოლოდ ამ სტატიის პოსტსკრიპტუმიდან. მეუფე დიმიტრი წერს: სისხლს და ხორცს, ანუ უნათლავს ჭხილებში, ცათა სასუფეველის დამკვიდრება არ შეუძლია. და ბოლოს ზოგადად ნათლობის სახეობებზეც უნდა ითქვას, ხო? ეკლესიის ისტორიაში იყო ფაქტები, როდესაც ნათლობა, ჯერთი მოწამეების ნათლობა, სისხლით ნათლობა, ხო? იყო ქვიშით ნათლობის შემთხვევებიც, წვიმით ნათლობის შემთხვევებიც, ზღვაში ჩავარდნით ნათლობა, ცრემლით ნათლობაზე საუბრობს იოანე დამასკელი სხვათა შორის და ჯოჯოხეთის ცეცხლით ნათლობაზე საუბრობს გრიგოლ ნაზიანზელი და არა მარტო ის. 15-მდე აღმოსავლელი საეკლესიო ავტორი საუბრობდა იმაზე, რომ შეიძლება ჯოჯოხეთის ცეცხლი ეს იყოს გამწმენდი, ანუ დაგვიანებული ნათლობა. ეს ცოტა სხვა თემაა, მომიჯნავია, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო დავით საინტერესო საუბრისთვის. მე ვფიქრობ, რომ ამ თემის ამოწურვა ერთ საუბარში და ერთ გადაცემაში შეუძლებელი იყო, თუმცა მე ვფიქრობდი, რომ ეს გადაცემა რაღაც ღრმა თეოლოგიური წიაღსვლებისთვის უნდა გამოგვეყენებინა, რამედ გვეთქვა იმ ქრისტიანი დედებისთვის, რომელთაც იმ ქვეყნიური ხვედრის წამს, რომ ნუ ღელავენ. დიახ. ღმერთი მათზე გულმოწყალე ვერ იქნება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს შევხვდებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ და არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ ჩვენი Facebook გვერდი.